სახელმწიფოს აქვს თავიდან ბოლომდე იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე სრულ პასუხისმგებლობას მალე სახელმწიფო აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სუბიექტებს მეტადონითა და ბუპრენორფინით პაციენტების მკურნალობის უფლება აღარ ექნებათ. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. საფუძველი კი საზოგადოების ვარაუდია, რომ კერძო კომპანიების მომსახურება პაციენტებისთვის არა განკურნების, არამედ ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიღების შესაძლებლობაა. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია მას აქვს ძლიერი სტუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად აღგრძელოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. შეზღუდვები ამოქმედდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაზეც. კერძო სუბიექტებს, რომლებიც სპეციალური დანიშნულების პრეპარატების რეალიზებას კომერციული მიზნებისთვის ახდენდნენ, სამკურნალო საშუალებების იმპორტი აეკრძალებათ. კაცრად გაკონტროლდება არადანიშნულებისამებრ რეცეპტების გამოწერა და პრეპარატების გაცემა. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აეკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინება და უსაფრთხოების გარანტია ასე აფასებს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან ბრძოლის ახალ ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძის თქმით, როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის, ასევე ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების საკითხებზე ყველა სტანდარტი დაცული იქნება. არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება კონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო და სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს იმაზე იმავდროულად, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იქნეს ის სტანდარტი, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ის დარჩება უცვლელი, რა თქმა უნდა, იქ სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო კომპონენტი, სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩება ის უცვლელად. მთავრობის მეთაურის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის დასტური უკვე აქვს. უმრავლესობის ლიდერი წერს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილებები ნარკომანიასთან ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯი და ბენეფიციართა უფლებების უკეთ დაცვის გარანტია იქნება. საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული. აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ. დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზრუნებს ჩვენს გარდა. ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის. ნარკოტიკების უკანონო გავრცელების კუთხით სახელმწიფო არის ვალდებული თავისი კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ამიტომ იმისთვის, რომ ეს იყოს პრევენციულად კიდევ უფრო მეტად ეფექტური, კერძო სექტორის ჩართულობა ამ შემთხვევაში შესაძლოა იწევდეს გარკვეულ სირთულეებს, ამიტომაც სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს ამ საკითხის დარეგულირებას. გაგრძელდება ნარკოპოლიტიკის რეფორმირება იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული
ამ ყველაფერში ეს არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი იმისთვის, რომ ქვეყანას ყავდეს ჯანსაღი ახალგაზრდობა, რომ ქვეყანას ყავდეს ჯანსაღი გენოფონდი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარლამენტი მალე კანონად აქცევს. ცვლილებათა პაკეტის განხილვას დეპუტატები დაჩქარებული წესით მომავალი კვირიდან დაიწყებენ.